მე ვარ სოფო ღვთისიაშვილი, პროფესიით სოციალური მუშაკი. დაახლოებით 8 თვის წინ წამოვედი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ მე ვერ გრძნობდი იმას, რომ ვაკეთებდი, რაც ჩემ პროფესიას მოეთხოვებოდა. აქ არ იყო მარტო პირობებზე საუბარი და პროფესიულ განვითარებაზე. ის გარემო პირობები და სერვისები არ მაძლევდა საშუალებას ხარისხიანად და ეფექტურად მემუშავა ბენეფიციარებთან. სოციალური სამუშაო ხშირად საზოგადოებისთვის აღიქმება პროფესიად, რომელიც მხოლოდ დამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებს, როგორიც არის ბავშვის განცალკევება ბიოლოგიური ოჯახიდან ან ნათესავთან ან მიმღებ ოჯახთან გადაყვანაც. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციამ შაბათ დღეს დაგვირეკა, რომ გადაუდებლად სჭირდებოდა სოციალური მუშაკი, ვინაიდან მარტოხელა დედა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რჩებოდა ქუჩაში, შუა ზამთარში. რა თქმა უნდა, მივედი შემთხვევის შესასწავლად, აღმოჩნდა, რომ ადამიანი ქირას ვეღარ იხდიდა და ბინის მეპატრონე თხოვდა, რომ დაეცალა იმ დღესვე ბინა და ამ დროს რა ხდება? თავშესაფარში ვრეკავ, რომ ადამიანი შუა ქუჩაში არ დარჩეს ბავშვებთან ერთად, მოხდეს გადაყვანა. თუმცა თბილისის არც ერთ თავშესაფარში არ იყო ადგილი. ვინაიდან იყო შაბათი დღე, იყო მხოლოდ სიღნაღში და ქუთაისში, მაგრამ ვინაიდან იყო შაბათი დღე, შეუძლებელი იყო ტრანსპორტის გამოყოფა, რომ ეს ადამიანი თავის ბავშვებთან ერთად ქუჩაში არ დამეტოვებინა და გადამეყვანა თავშესაფარში. ისევ გიწევ სოციალურ მუშაკს, ისევ შენი სანაცნობო წრე, შენი ენთუზიაზმი, დიპლომატიური მოლაპარაკება ჩართო იმისთვის, რომ მე მაგალითად გავესაუბრე ბინის მეპატრონეს და ვთხოვე, რომ კიდევ ერთი თვე როგორმე დაეტოვებინა ეს ოჯახი, რომ მომხდარიყო სპეციალურ სერვისებში ჩართვა, რომ ეს ოჯახი გაძლიერებულიყო, რადგან დედა იყო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და იმაზეც კი იყო თანახმა, რომ ბავშვები სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებულიყვნენ. პრობლემას წარმოადგენს ასევე სოციალური მუშაკების რაოდენობაც. მაგალითად, გდანი ნაძალადევის სერვის ცენტრში, თუ ვინმე წერს განცხადებას და მიდის, ანუ როგორც მე ვიყავი მაგალითად წავედი სამსახურიდან, ჩემს ადგილზე აღარავინ აღარ აუყვანიათ. ეს კადრების ადგილები ხრება, ორთქლდება, აღარ არსებობს. 18 სოციალურ მუშაკს გვიწევდა ერთ ოთახში ყოფნა. როდესაც მოდის განცხადებელი და გვიწევს ისეთ პირადულ და ინტიმურ საკითხებზე საუბარი, რომელიც არ სურს, რომ სხვამ გაიგოს და მხოლოდ უნდა რომ ჩემთან ისაუბროს, არ გვაქვს კონფიდენციალური გასაუბრების ოთახი, ელემენტარული არ არსებობს სკამი და გვიწევს რომ ბენეფიციარს ვესაუბროთ ფეხზე მდგომი. ეს ელემენტარული, ანუ წვრილი პრობლემები და ხარვეზები საბოლოო ჯამში ქმნის ერთ დიდ პრობლემას და საბოლოოდ ხდება, რომ სოციალური სამუშაო ამ ქვეყანაში ვერ ახორციელებს იმას, რაც რეალურად ევალება.